გამარჯობა. მოგესალმებით. გამარჯობა. ემბრიელი დღე დაიწყო. არა, შენ არ ჩან. აი ეს ლაქა დიმა მაყურებელს ეუბნები. აი ბავარიაში რო არის ხოლმე ლუდხანებში კაი ორკაციანი ადგილები, ყოველთვის მაგირად ლუდი უნდა იყოს და სოსის. აი შავი კაცინა. დიმა, გაგვიზიარე შენი გამოსილება ბავარიაში, როგორი შთაბეჭდება და შეიქაულ კერძებს, აი რა მოგეწონა ყველაზე მეტად. მოდი, მომიყევი. რაღაცას ვაკეთებ და მაინტერესებს შენ თუ კერძები? ეხლა ბავარიაში რო ჩავდივარ მე ჩემპიონთა ლიგის თამაშებზე, ხოლმე რა კერძებზე იქნება საუბარი, აბა? სოსისები, სარდელი, ლუდი, კანჭიც, მაგრამ კიდე სხვათა შორის შებრაწული ხორცი? სხვა კი ყველაფერი ექვენი, აი ეგენი რა და მიდერობს სოსის. კიდე რო იცოდე, არა სხვათა შორის, იმიტომ რომ იქ ვერ აქვს სოსი, აქაც არის ასეთი. იქ დავლიეთ ჭაჭა გერმანული ოჯახის გაკეთებული საოცრება იყო რა ციოდათა და გარეთ უჯექით ადგილი არ იყო. ჭაჭა არა, სამზარეულოზე მაინტერესებდა. სამზარეულო ჭაჭა არ არის, სამზარეულო. ხო, ის მანდაც მე მგონი ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ჩეხეთში აქვთ ძალიან დიდი ტრადიცია დამარინადებული, დაკონსერვებული სოსისების. კი. დებენ რაღაცებს. იმიტომ რომ გავლენაა სერიოზული. ბავარიაში გავლენა, ჩეხური, ავსტრიული. და ზოგადად ეს რეგიონი თვითონ ბავარიის არის აბსოლუტურად განსხვავებული, ესე იგი და ამაყობენ თავიანთი კულტურით, ისტორიით, თუნდაც ტრადიციული ტანსაცმლით. მე ძალიან კარგად მახსოვს ბავარიულის კიტელი რო ვიყიდე თქვენ რო არ მოგწონდა და რო აღარ მახსოვს. საერთოდ არ მახსოვს იმ კიტელს რა. ეს მაისურის მაგრიკში დგას ჩემი აზრით. როგორ გეგონოს რა, გეგონოს. არის ძალიან ვაკიტელით მივახურდი ბეკენბაუერს, სხვათა შორის, რომელთან მიყარება შეუძლებელი იყო და რო დაინახა და ეს მოგამოუშვით აქ. კიტელი სხვა აბა ეხა მე სახეზე არ მოვეწონებოდი ეხა ბეკენბაუერს. აი აქ ვისთან მიახლოებას აპირებ იმ კიტელით რო დადიოდი. პიპა, ვისთან მიდი? სააცუდა დაამთავრე დღეს თქვენ ამ კარგად დაწყებულ ეთერს რა. რა ვთქვა რომ აი აქ არის თეთრი სოსისი, რომელიც ითვლება მარტო ბავარიულ სოსისად, თეთრი. ფრინველი სოსისია. ფრინველი სოსისი, ამბობენ შიკლ გრუბერს უყვარდა ძალიანო, მაგრამ ჩვენც მოგწონს ძალიან და მე მგონი ძალიან გემრიელი არის, თუმცა ქათმის არასოდეს არ მიჭამია. ძალიან გემრიელი, აი ძალიან გემრიელი და სოსისებთან როგორი დამოკიდებულება მაქვს იცით? აი საერთოდ არ მიყვარს. მაგრამ აი თუ ძალიან კარგი სოსისია, ძალიან დიდი სიამოვნებით ჭამ და იშვიათად საქართველოში. თუ არ შეჭამი როგორ გაიგებ ძალიან კარგია. იშვიათად საქართველოში რომ იყოს ძალიან გემრიელი. თავდაცვითი გაქვს უგეშინია რომ ვაიმე რაღაცა. ემოციით გემგიზდები რა. მაგრამ საკმაოდ ძვირიღის, თუმცა არის. არის, კარგი ხარჯი. არის კვანცა გეთახმები, ნუ მაინც და მაინც ხა არ არის ჯანმრთელი და ხშირად ნუ მივირთმევთ, იმიტომ რომ რაც არ კარგი ხარისხის იყოს ძალიან ბევრი ცხიმია მასში, სოსისში. ხო, ჯანმრთელი არ არის ჯანსაღი, მაგრამ არის ძალიან გემრიელი გეთახმები. ზარმაცების საჭმელი, რომ უფრო ჩაყარე მოხარშე. ხო. მოკეთ, ორი კერძი გვექნება, ორი თეფში, ბავარიული თეფში, ესე დავარქმევ დღეს. ორივე ხორცთან არის ასოცირებული, ერთი იქნება მრავალფეროვნება ამ სოსისების, ხედავთ თეფშზე, ზოგი შემწვარი, ზოგი მოხრაკული, ზოგი მოხარშული, თავისი გარნირებით და ასე შემდეგ და მეორე გვექნება ღორის ხორცის შებრაწული ღორის ხორცი. ძლებიანია? ვიდა? კობამიც. ძლებია რა. ძლები აქვს, ნახე ეს. ხო და კანჭი რა, კანჭის ამბავია. კანჭი არა, ხო. არ აქვს მნიშვნელობა რა ნაჭერს გამოიყენებ, შეგვიძლია ეს არის უფრო ნეკნების მხარე, მაგრამ შეგვიძლია ვთქვათ ზურგის მხარე ან ბეჭის მხარე ავიღოთ და ის შევწვათ. არ აქვს. ეს ყველაფერი ლუდის გარეშე არის წარმოუდგენელი და სოფო აქ მისთვის არის. წავედი მე სოფოსთან. მუდმივად მოგვამარაკოს, ხო? კი. და მე ლუდი დამჭირდება ჩემი რეცეპტისთვისაც და ერთი ჭიქა აქეთ გამოუშვეს შეიძლება. ჭამ მაქვს მე რიკო ლუდით შემწვარი გოჭი და არის უგემრიელესი. აი უგემრიელესი. ზუსტად იგივეს ვაკეთებ ორი ხორცით. ხოს ხორცით იწება ხოლმე ლუდში. კი, ჩვენ მეტი არაფერი არ უნდა. კი. სტუმრებიც ყვავს დღეს, იმიტომ რომ რაღაცნაირად ისეთი მენიუ შეგნებოთ უკაცრავ. ქალბატონი, სავსეგნებოთ? ხო, ნუ ბოლომდე სავსე თუ არა ნახევარი. ისე რომ დავაგემოვნო არ შეიძლება ერთი ჭიქა აქეთ გამო. როგორ არა? და ჩვენ სტუმრებსაც დავაგემოვნებთ, დღევანდელი შემადგენლობა სტუმრების რაღაც სწორედ ამ ნიშნით არის შერჩეული ჩვენი და კაიზერის მიერ, რომ ასოცირდებიან ეს ადამიანები ლუდთან და ლუდზე მისაყოლებლებთან, ასე ვთქვათ და მისაყოლებლები არიან.
თვითონ არიან მისაყოლებლები, ეს არ ვიცოდი, გემრიელები არიან. აი გარვიცი, მაგრამ თვითონ გეტყვი. სანდრა კაკულია და დავით ერაძე. ზედმეტი წარდგენა ნამდვილად არ გჭირდება. ხო, დაბა. მისაყოლებლები. ესე ოდესმე წარუდგენი ხარ მე. არა, უშте ძალიან გემრიელი წარდგენა. და სამზარეულო. არა, სამზარეულოში უნდა არა, საათამდე ხარ, ამას იმუშაოს. უი, მე გადავალ მაშინ, გადავიდე, გამიშვებ იქით, ვერიკო? კი, ბაიკო, როგორც შეიძლება. რაბოთა. მოგბრძანდით აქ. ლუდი არა ის კიდე. ლუდ სანდრო დაგისხამს. მე და სანდრო. შენ დღეს სამუშაო დღეა ხერაძე და ერთი ლუდი არა ვიცავი ლუდი სამსახურში. სანდრო იცი როგორ არის? სანდრო გაუგებრობაში. კაცმელა. აბაი. ოჰო. მომეგავს. კიდე ლევანერი ნაცნობია ძალიან. აქეთ გამოგამწესებს. მაგრამ მიჯობია, ხო? არ ვიცი, თქვენ სადგირჩევლიათ. საერთოდ სამზარეულო არა, ჩემი ძლიერი მხარე და. არ არის ძლიერი მხარე. სამაგოდ კაი ვაფასებ აქაურს ყველაფერს, რაც ბავარიულია, რაც გერმანულია, ძალიან მაგარია. ასე სხვა დღეებშიც ხედავ ხოლმე აქ შემოვლის. კი, მაგრამ სუცარიელ თებშებთან სამწუხაროდ უკვე ვაგვიანებს, ვაგვიანებს. კარგი, მაშინ სამერიკო დაიწყებს ადებას, მე მგონი შემაინც აქეთ მოგიწევს გული და სანდრო. მე შეგვიძლია ასხმევინებ. შენ და ლუდი, რა ურთიერთობაში ხართ ერთმანეთთან? რამდენად გაკავშირებს ისტორიები ამ სასწაულთან? გამართვე. ოჰო. ამ კაფეში. სანდრო, აბერ გაიგე ჩემს. ახალია. ეს მისაყოლებელი, ამიტომ არა. აუ, ლუდთან ჩემი ისტორიები იწყება ბავშვობიდან, როცა ვიყავი ძალიან პატარა და ჩემი კლასელი სახლში უნდა მოყვე და ალბათ ეხლა თუ გაიგებს არა უშავს. ერთი ჩვენი კლასელი გოგო იყო, რომელთანაც ვიკრიბებოდით ხოლმე და ალბათ 12 წლიდან პირველად დავლიე 12 წლის ვიყავი ლუდი. რა იყო? რაც არ შეიძლება, უნდა ძალიან არ შეიძლებოდა. მე ამ ლუდში დავიწყეთ პატარა იმის რა ქვია, 50 გრამიანი ჭიქების ჩაგდება. ეგ 35 წლის მერე. 13 წლის რო ვიყავი. ეს ხო 14 წლის მერე ეს მოგლის არა, მაშინ რა ლუდს საერთოდ აღარ მახსოვს. მაგრამ მე ყველაფერი შეიცვალა. და ყველაფერი გახდა ცხადია უფრო მეტად დახვეწილი და ანუ ამით არ ვსვამდით, მაშინ რო ვსვამდით ის იყო ჩვეულებრივი ჩაიჭიქები იყო. და მაშინ ვერც იმას ხვდებოდი რომ არყით ლუდის გემო არ უნდა გააფუჭო. ხო? ხო, საშინელება იყო. არ მე ჩემი ახალი თავი. ჩემი მდგომარეობა საშინელი იყო. მაგრამ და ყველაზე მთავარი, რასაც მე მივხვდი რა. განსაკუთრებით ნატახტარის ლუდის ფესტივალებზე რა, რომ შესაძლებელია ლუდი დათვრე ისე რომ არაურიო არაყი და რაღაც გრადუსამდე მიხვიდე ლუდით და ეს ყველაზე გემრიელი თრობაა რა, რომელიც ლუდ შეიძლება კონდეს. ანუ მთელი დღის განმავლობაში, როცა წრუპა ლუდს და ვერ ხვდებოდი როგორ შეიძლება რომ თქვა ერთ დაждომაზე 10 და 5 კათხა კი არ დაგელია, არამედ გეწრუპა თქვა და 5 კათხა საკმარისი იქნებოდა ყოველ მთელი დღის განმავლობაში. და მე ისე გემრიელად ვიგზენი თავი, ძალიან მაგარია. ყველაზე მაგარი იცი რა არის? აი შეკრებებზე თქვა, ეხლა მე ხო ბავშვობაში თამაშობდი, ნახევრად პროფესიონალი. მაგარ დაღლილზე ერთი კათხა ლუდი ყოველთვის ვასმევდე ხოლმე აღდგენისთვის, არის იდეალური მე სპორტსმენებისთვის რა. ალბათ ხო, იმიტომ რომ ეს ის შემადგენლობა, რომელსაც ეს შეიცავს, ხო, ის სვია და ალაო, ხო, ძალიან მაგარია რა. მერიკო, თვითონ სვიაზე და ალაოზეც იქნებ გითხრა რამე როგორია. სვიაზე? ხო. ლუდის ტექნოლოგიაზე? არა, ის რასაც შეიცავს, ხო, ძალიან ჯამთელია ორგანიზმი. ამბობენ, ხო, ამბობენ, ალბათ ზომიერად, ისე როგორც ღვინო, ხო? როგორც ღვინო, ერთი ჭიქა ღვინო არის ძალიან სასარგებლო და ორი ჭიქა ღვინო და უკვე ორი კათხა ლუდის ესე იგი სასარგებლოა. კი, ალბათ სასარგებლოა. თუმცა მე აი და ბოლო ერთ რაღაცას ვიტყვი, თქვა, მიუხედავად დაკავშირებით შეიძლება. და გადიხარ მე გავალ და მოვალ. ერთი მოკლედ ვენიდან წავედი მიუნხენში და ძალიან სასაცილო ისტორია იყო რა, რომელიც მე და ჩემი ერთი მეგობრის მამას გადახვდა, იმიტომ რომ გერმანიაში, მანამდე ვენაში და ავსტრიაში ბევრჯერ ნაყოფილი ბევრ ქალაქში და მოხდა ისე რომ მიუნხენში მივდივართ. ეხლა პირველი ჩემი გერმანიაში სტუმრობა იყო ეგეთი. წავედით მატარებლით და ვენიდან მატარებელი მიდის და ბილეთი ავიღეთ ორი გზა. ცხადია რომ ორი გზა ავიღეთ, რომ ვენა მიუნხენი, მიუნხენი ვენა. მიუნხენში ჩავედი და იქ ნახე სწორედ პირველად ეს ლუდის ტრადიციები და ჰიტლერის ის იყო რა ქვია ბარი და იქაური ეს სოსისები პირველად ეს ნაკრები მეგეუნებით ლუდის ბაღია, ჰიტლერის ის სადაც ბირგარტენი ხო. მოკლედ და ნუ ის შოკი რაც ნუ ყველაფერი დამთავრდა საღამო მოვიდა და მე ვჯდები მატარებელში და მივდივარ. და წავედი
ჩამეძინა გზაში, იმიტომ რომ ბევრი ლუდი დავლიეთ და ბევრი ჭამეთ ძალიან და ეს ჭამა და ლუდი და იქ გაღლილი იყო. აი ძალიან საოცარი შერწყვა. და აღდგენა არ ვიცი, მაგრამ ნუ აი ძალიან ცუდად. მოკლედ მოხდა ისე რომ ამატარებლით ღამეა დავიძინეთ და ვენ ავსტრიაში გადადიხარ საზღვარზე, მე ყველაფერი ისეთი სწორი არის ბალახი. და მიუნხენში რომ შედიხარ გერმანიის ამ საზღვარს გადადიხარ თუ არა ზალცბურგს, უსმად ეს მიუნხენის დიდი შენობები ხდება რაღაც განათებული. მოკლედ დავიძინეთ 3 საათის მერე ვიღვიძებ. და თან ამის მერე ხო რაღაცნაირად გეღვიძება რა მძიმედ და ბევრი სოსის მერე და გავიღვიძე და ისევე შენობებია რომელიც მანამდე ნახე როცა მიუნხენში ჩავდივარდი და 4 საათის მერე მე ისე მიუნხენში გავიღვიძე იმიტომ რომ ეს მეტარებელი ჩასულა ზალცბურგში და უკან დაბრუნდა და მე უნდა გადავიდარიყავი თუნ აღარ გამოგიძინე 3-4 ჯერ ჩავედი მიუნხენში გერმანიაში ვარ 4 ჯერ ამხობ მე თვითმფრინავად გადავფრინდი ეს იყო გერმანიის შემი და პირველად მართლა იგავსინჯე ძალიან მაგარი ლუდი სამწუხაროდ ახლა სახელი არ მახსოვს და სპეციალურად იქ როგორც გექცევიან ჩვენ ნახეთ დამზადების პროცესი აი ხა თქვენ რასაც მან დააკეთებთ ჩვეულებრივ იმ ბიერ გარდენში აი ეს ვისხედით და აი აქ ყურთან და სახესთან აკეთებდნენ აი ამ უგემრიელეს რაღაცას თავაზობა აი ყველაფერი რასთან კარგი და რაღაც რეკომენდაციები და მე ცხადია რომ ლუცას გირჩევენ იმის მიხედვით თუ რომელ ანუ ცხარე რაღაცა პიკანტურთან ცხარესთან და პირველად ჭამე ქუჩის ფასტფუდი არის ეგეთი კეიზერ კრაინერი მე მგონი დიდ ჰოდოგია ჩვეულებრივი ოღონდ ნუ არ არსებობს რომ ეგეთის რაპურია შოკ რა ვიცი აქ რო წამოდია ჩვენ ლუდზე გიждებია გერმანელები და შენი გამოცდილება როგორია? ნუ ფეხბურთი და ლუდი პრინციპში განუყოფელ ნაწილებად იქცა ერთმანეთისთვის ეს ამ ბერსოს თანაც არა სხვათა შორის მე ვაღიარებ საქართველოში ლუდს საერთოდ შეძლების დაგვარად არ ვსვამ იმიტომ რომ არ მომწონს სამწუხაროდ აქაური ლუდი მაგრამ აი იქ იყო სულ ახლახანს ვიყავით დიმა ძალიან კარგად იცნობს ჩვენს ოპერატორს აკო ნაზღაიძეს რომელთან ერთადაც აი ჩემი პირადი რეკორდი დავამყარე როდესაც შევედი იმდენად გემრიელი იყო აი მიუნხენის ის ლუდი რომ 1 ლიტრიანი ვერც მოვიხსენით ორივე ისე დავდგით და შევხედეთ ერთმანეთს და მეორე უთხარით და მეორე წავიდა აი ჩვეულებრივ იმდენად სხვა გემრიელი სასასვლელია ლუდი კი ვერ მოვიხსენე აკო ნაზღაიძეს კი არ ვისწოთ ჩემთან მუშაობ რა თქმა უნდა ნუ სასწაულია ჯერ მე ვეთანხმები აბსოლუტურად სანდროს შემოთავაზება აქვს აბსოლუტურად ეს კულტურას თავის კულტურას ამ ლუდის და ლუდის მისაყოლებელ კულტურას საოცარ პატივს წემენ და არ ვიცი აი იმდენ რაღაცა შემოგთავაზებენ ჯერ მარტო 1000 სახეობის ძეხვეული აქვს და სხვათა შორის ეს ლუდი კაიზერი ბამბერგში ისხმევა მე ყველას ურჩევ რომ თუ ბავარიაში მოხვდებიან მარტო მიუნხენი არ ნახონ იმიტომ ეს ბამბერგი არის აი ქალაქი რომელიც უნდა ნახონ რა ნამდვილად აი ზღაპრული ქალაქია და იქ აქვს თავიანთი წარმოების აი თვითონ რო ამზადებენ როგორც ჩვენ ღვინოს აი იმ ლუდს საერთოდ სხვა გემოვაქვს და საოცრებაა პატარა მოდელი იმ ყოველფრისაც თქვენ მოყევით გადმოგვეტანა აქ და მისაყოლებლებიც აქ მოგომზადებით რა შეუბერეთ ბიჭებო არა კარგი ლუდია ამის დალევა მე დავიწყე და ვეღარ ვიხმარდა ცოტა შევა კიდე მომეცი ცოტა ლუდი იმიტომ რომ ხორცისთვის გჭირდება ახლა მე რეკომ დამაჭრევინა ბლომად ხახო ოღონდ სხვილად რაღაც ისე იცი ამდენი არ გვინდოდა ბაიკო იყოს რა რა ხდება არა ამდენი არ გვინდა მოკლედ ღორის ხორცს შევწავთ ახლა ლუდში ეს არის ძალიან ტრადიციული ბავარიული კერძი. არ ვიცი მე რამდენად ბავარიულად გამომივა, ეგ მე თქვენ შემიფასეთ, სამას დრო უნდა და კარტოფილები სანდროს ამბობს, გინი დადგა სახში, ფოლგაში. დაახო, საუზმე, ყველაფერი და არაფერი არ წამოვიდა და ფოლგაში ისმე ვაუ აქედან კარტოფილი ფოლგაშია მერე? ფოლგაში არ არის რაღაც აი ხო, აი თვითონ კეთების პროცესში, უკვე შეწვის პროცესში შეგიძლია დააფარო, მოხადო იმის არეგულირო, კანი რო დაბრაწული იყოს ხორცი, შეგიძლიათ მოიხარშოს კარგად და გამზადდეს. ამას გადაღება ხახევასაცი ასე რომ ანუ ვიცით ახლა რა პროცესია გეტყვით მარტივად არ არის აუცილებელი ეს ღორის ნაჭერი გამოიყენოთ ეს არის ნეკნები შეიძლება იყოს სხვა როგორც უკვე თქვი და რას ხმარობენ გერმანელები ესეთი აქტიური სუნელი რაც ამ ხორცზე იყენებენ ეს არის კულიავი კულიავი ჩვენთან მოიპოვება ყველას აქვს ალბათ სახში და ქართულად არ ვიცი რა მაღაზიებში კულიავი ხინკალში ხმარობენ წმინდის სხვა რაღაცა ეგ არის კონდა ხმარობენ კიდე ძალიან ხო ხორცს უხდება მეც ვხმარ ახლა ეს კულიავი არის ცოტა ისედაც გამიკვირდა მე გერმანელებს ამას ხო ცოტა ისეთი გემო არ ვიცოდი გერმანულ სამზარეულოში თუ ეს გემო იყო საერთოდ მოკეთ კონდარიც გვინდა და კონდარი მაქვს ნედლი კონდარი სხვა შორის ახლა შემოვიდა და არის ფანტასტიკური
კონტრის ფოთლები გვინდა, ხო? ნიორი გვინდა, რომელიც ბაიკომ დამიჭრა და მადლობა ბაიას. ხო. რატო იცინით? ეს ცოტა. მეტი დაუმატე ხო ბაიკო? რატო იცინით? გაგვაცინეთ. ნაყოლებელი რო ხედავთ ამერიკო როგორ აკეთებს ამ ყველაფერს აი წინიდან ხო დგას ჩვეულებრივად და ყვება როგორ და რანაირად ეს ფეხი ცოტა მაღლა შემოდებოდა აი ბაბადუბი დებადუ სულ სხვა ხედია ამერიკო და სულ სხვა ხედია თქვენ აქეთ იყურეთ აქ რა მზადდება აქეთ იყურეთ მაგრამ გარბის მოკეთ მიქსო ამზადებ რო გადალოთი ამერიკო მოსული მაყურებმა რო გაიგოს მეტი გაიარე ერთი არა არ მაპირებ კა ერთი გამარიულად გაიარე აი მე გამოვილი რა შენ გაიარე დიმიტრი მე გავაგზავნებ ხორცის გაკეთებას მოკეთ პლიავი, ნიორი, მარილი, შავი პილპილი გვინდა რომელსაც დავაყრი და ამ მიքს სპაისების მიქსია გადავუსმევთ ახლა ღორის ხორცს. აქ დავყრით ბევრ ბოსტნეულს, იმიტომ რომ მე უნდა გავაკეთოთ соуსი და მნიშვნელოვანია როგორ ბოსტნეულს ვხდებთ, ანუ შეგვიძლია ავარჩიოთ გემოების მიხედვით. ხახვის, სტაფილო და ნიორი არის უნივერსალური და მე მგონი მეტი არც გვინდა. მაგრამ შეგვიძლია ხო, ეს უბრალოდ ეს უნდა დავდოთ, რომ თავის წვენები რომ გამოუშვეს, მე გავაკეთოთ соуსი. უბრალოდ დავყაროთ, ბაი. ისე ხახვი არ აწყეს სხვათა შორის. არა აწყეს. თან ამას არ ვჭამთ, უბრალოდ соусისთვის გვჭირდება. მით უმეტეს. გვინდა თაფლი, არ გაგიკვირდეთ, ცოტა თაფლი გვინდა. გაგიკვირდა? არა, თაფლი და ლუდთან შემიწვიო. კი, თაფლი და ლუდი ერთად ფანტასტიკურია და ცოტა მდოგვი. ამ მდოგვსაც გადავუსმებთ ხორცს. მდოგვი ახლა ბიჭები მეკითხებოდნენ აქ როგორი რაღაც სხვა გემო აქვს ამ მდოგვსო და რატო და იმიტომ რომ გერმანელები ბევრ რაღაცაში ხმარობენ პირშუშხას, მაგრამ არ არის აუცილებელი მდოგვში იყოს პირშუშხა, რომელსაც ჩვენ ვართ მიჩვეული. ჩვენი გემოსთვის ეგ არის ან მდოგვი ასოცირდება ხო პირშუშხასთან და იქ უფრო ნეიტრალური გემო აქვს მდოგვს. ეხლა იცი რა გამახსენდა? ბაიერმა ტიტული მოიგო და რიბერის დაასხეს ლუდი. წელს სხვათა შორის არ დაასხეს. და გაიქცა, იმიტომ რომ რელიგია უგზალავს ალკოჰოლს და საერთოდ ზოგადად შეხება დაასხეს და გაიქცა და მე ინტერვიუების სწორად განსხვავებულად მოექცა. და ეხლა აღარ დაასხავდა, იმიტომ რომ გინაღამ მოგტან ნერვიულობით. საერთოდ გადაიფიქრეს დასმა მაისში გავაკეთოთ ერთიანად. ასასხმელი ლუდის არ არის. გერმანიაში კი არის ოქტომბერფესტი მაგალითად. ოღონდ რომელიც სექტემბერში ტარდება. სექტემბერფესტი. სექტემბერში აი, გვაქვს ხორცის ადგილი აღარ დამიტოვე. როგორ გინდა დაგიტოვო? აი ეს. ხო. ავიღოთ ეს ხორცი. ისევ და აუსვათ ეს ყველაფერი ზემოდან კი. ბაიერნის სიმღერა უნდა იყოს კიდე ფონი. ძალიან მაგარი იქნებოდა. ერთხელ კიდე გავიმეორო თამაში რა აბა თუ გახსოვს მე ვიცი ზეპი. არ მახსოვს, იმიტომ რომ ცოტა გაფანტული პილპილი, ნიორი, კონდარი, ყლიავი, მდოგვი და ყლიავი. კონდარი ნედლი გვაქვს. სანდრო წადიშე. უკვე თოგი გამატა ადი და მოდი როცა ეს გამზადდება. ეს ყველაფერი უნდა გადაუსვათ ისე რა. ამას მე რამდენი ხანი უნდა ამერიკო დაახო. ამას ნუ დრო უნდა მე მაქსიმალურად ვეცადე არ მომეტანა დიდი ხორცის ნაჭერი რომ მალე გამზადებული იყო. ნუ ერთი რა 2 საათი. სანდრო სულხარი. ოღონდ ეგ ერთი პორცია, 2 საათი არა, ერთი პორცია არ არის ეს. 6 საათიანი კურიერისთვის ხეზე რაც არა, ნუ ეხა ეს რო ერთი ადამიანი. რა ერთი პორცია ეს რო შეჭამო ვერ გადარჩები კაცია, აი პორციას რო შეუკვეთავ ეგრეა. ხო. იმას ჭამს მე 4 ადამიანი. ხო, 4 ადამიანი. ხო, სანდრო მოკლედ ეგრე შემდეგ პარასკევს გამოიარჩია. იქ დამიგო მოგიყვებით. აი გვაცას ნაცკობს გავიხსენებ ზარმაცების ამბავი, სოსის იქნება ძალიან ჩქარა, მალე. თან ძალიან გემრიელი. მე ძალიან მიყვარს თან და სოსისიც იქიდან არის? სოსისი იქაური კი. ხო. კი. ისე სანდრო ბავარიული სოსისია. ბეკენბაუერმა გამოაგზავნა. და ლუდი. ეს არის ხო ის ახალი ლუდი, ლუდი დავასხოთ თვითონ თეფშზე. თუმცა შენ ცოტა ზეთი მაინც მოასხი, კი, ხო? ცოტა ზეთი აუცილებლად კი. სოფო ხوار ბრაზდები. არა. მოწყენილი ხო არ ახარ? და უკვე წვის პროცესში ამ ლუდს, ამ წვენებს ვასხავთ ხორცს. ანუ ამ წვენში მისაყოლებელია, მაგარია. პარალელურად რო ლაპარაკობთ ანის ისმის ანის. უგასაა ეთერში. ეთერში. წავიდა. ეს მეზიითი კიდე უკვე. ავიჭერით აჰა. შეხო უკვე და ეს დავივიწყოთ ცოტა ხანი 1-2 საათი. პროდიუსერი გეძახის. რასაკეთებ? და ეხლა გადავიდეთ. 2 საათი დავივიწყოთ? დავივიწყოთ როგორ? ნუ არა, ვერ დავიწყოთ. ვიფიქროთ, მაგრამ გავხსნათ და რა ის წვენები გადავასხოთ. აი და ფად დავიწყოთ. აი ახლა სანდრო ეხლა თქვენ მიხარით, როგორ გიყვართ სოსისები, მოხარშული, შემწვარი? ორივენაირად.
ანუ ნაწილი შევწვათ, ნაწილი ცოტა ფუტკუნა შემწვარი უფრო გემრიელია, მე მგონი. გერმანიაში ყოველ შემთხვევაში წავე. ოღონდ იცით რა არის? მე სულ მკითხულობ ხოლმე და ყოველთვის პასუხი არ არის. ყველა სოსისი, რა თქმა უნდა, არ იხარშება, ზოგი აუცილებლად უნდა შეწვა, იმიტომ რომ არ ეცემდებარება მოხარშვას. ზოგი არა, ეცოთ ძალიან სერიოზულ რაღაცას და მნიშვნელოვანს ვამბობ. ზოგი სოსისი ციწყალში უნდა ჩააგდო და ზუსტად ადუღებისთანავე ამოიღო. ზოგი უნდა დიდხანს ხარშოდა, მდუღარედან დაიწყო. ანუ ძალიან ბევრი ვარიაცია და ეს მე არ ვიცოდი. პირდაპირ ციწყალში ყრიდი და ხარშავდი გასკდომამდე. გასკდომამდე რომ ეს უკვე თერმულად არის დამუშავებული. წლედა მქონოდა რომ კარგად მოიხარშა. და ეს უკვე თერმულად დამუშავებულია ხორცი როგორც წესი სოსისში. ანუ არ ჭირდება სოსის ბევრი ხარშვა, ეგ არის არასწორი. ვიცი რომ და უკვე დამუშავებულია. შენ თუ გახსოვს ჩვენ გერმანელი სტუმარი რო ყავდა აქ და თბილ წყალში უბრალოდ ჩაყარა და დატოვა. რომ გამთბარი და საშუალო უმდობლად ჭამდი იმ სოსის. არა, ნუ ის შიგნით. არა, მე ვიყო შეჭამე იმ დღეს, საქმეა 25 მეტრი ამბავიაო. ეხა სოსის ჭამდი უმდობლად. აია უნდა მოხდეს მიუხედავად. არის ესეთი ისა ვიურსტფენ ანუ სოსისების მარკეტი. აი იქ შეიძლება მართლაც უდად გახდე რა, აი 500 სახეობის სოსისია, აი თან ყველას თავისი ისტორია, რეზიდენცია შემცველობა. რომელი გინდა იმ საჭირიდან ახლა აი რო წაიკითხავ, იმდენ ჯერ ისია მოწოდებული რომ მიხვდები რა, რაღაცა გეტყვის თვითონ რომ მე შემჭამე რაღაც ისე. არა, ესე დიდხანს ვარჩიე და ყველაზე უგემური ამოვარჩიე. იმიტომ რომ აი რაღაც შემადგენლობა მოგატყო აშკარად, თორე? კარგი და რა ხდება? მოკეთ, ეს სოსისები ჩავყარეთ და ნაწილი შევწვათ. მიდი ხო, შეწვარიც გემრიელია. ვიცი ეს ჩემი. ანუ აქ ექონდება გადასოცნება ახდენს. აი ეს სოსისი არის აი ფრინველი. თეთრი არის ფაქტობრივად ჩვენი ისა კუჭმაჭი. ფრინველია. კუჭმაჭი არა ის ფრინველის არის. გეუნები გასინჯერა ნახა. აუ გასინჯული არ მაქვს. ხატვის კუჭმაჭი არ გიდახოთ ვერე. არა, ხომ არა, არ შენ საცხურად მოხედი, ვერ გავიგე, სტუმრად მოხედი, გასულ. არა, სტუმარი ვარ, რა თქმა უნდა. აჰა. ესე დავბრატოთ. ამ თეთრ სოსისებს ხო შეიძლება წესი მოყვებათ ინსტრუქცია. ანუ გეუბნება, როგორ არ უნდა დაამუშაო. ამ თეთრ სოსის ცხიმი არ ჭირდება ესე ეწერა. ანუ მხოლოდ ეხლა ჩვენ ადგილი არ ქონდა, თორე ღუმელში შევდები ამას ცხიმის გარეშე. საერთოდ არ ჭირდება სხვა არაფერი. რომ გადაყავდა. მერიკო, თავსახური უნდა თუ არა? თავსახური არ უნდა, უბრალოდ ეს ხმება და იცი რატო არ უნდა თავსახური? თეთრი რატომ არ უნდა? უფრო კარგად დაიბრაწება, ისე მოიხარშება რა. დაიხუცება. აი ნახები მაგა. მოვიდა სუნები? არა, ზემოთ არის. იქ ხوار დავდგე ზემოთ. აი ეს მოგესწრება. ეს ესე ჩქარა რო იწובה, ეხლა ჩვენი ღუმელის დამსახურებას არის, ხო? ამასაც ლუდი რომ მომასხა ცოტა რა მოვა, აი თქვა. არ უნდა მაგას. არა, თქვა. არაფერი არ მოვა. არ უნდა. აი მოკეთესი გადაწყვეტილება იყო. უდი მოვსვადე. რაღაცა მოიხარშება, ლუჩია ცოტა დაუწიოთ. და როგორ დაპატიჟოთ ხო მერე? გადაპატიჟოთ. სოფოს რომ მოსკანები. ხო, კი აუცილებლად. და ჩვენ გარდის გავუკეთებთ, რა თქმა უნდა, ორივე კერძს. ბავარიელები ძალიან ხშირად თქვენ იცით ალბათ უკვე ხმარობენ კარტოფილს. კარტოფილი არის მათი გარნირის ერთ-ერთი ნომერი პირველი გარნირია კარტოფილი. და კომბოსტო. კი, კომბოსტო, ხო, sauerkraut, ხო, კომბოსტო. და აკეთებენ ესევე პურის ან კარტოფილის დამფრინებს რო ეძახიან, მოხარშული ბურთებია რა ფაქტიურად. გავაკეთოთ ახლა, ძალიან მარტივად კეთდება. ორივენაირ გარნირს გავაკეთებ, კარტოფილის სალატს გავაკეთებ და ამ ბურთულებს, მოხარშულ ბურთულებს კარტოფილის ცომით. სხვა შორის აქტუალური იქნება მათთვისაც, ვინც მარხვაზეა და რაღაცა კარტოფილს ჭამს დიდი რაოდენობით, ეს ცოტა სხვა ვარიაცია იქნება კარტოფილის. და აქ დრო რა დავიწყოთ თუ რეკლამის დრო. მაშინ რეკლამაზე გავიდეთ და რეკლამის შემდეგ მე დავიწყოთ, რომ აი, რა იყო?